საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პირველი ლედი თანაგრძნობის გამოსახატავად იაპონიის საელჩოში იმყოფებოდნენ. ილია მეორემ და სანდრა რულოვსმა იაპონიის ელჩს პირადად მიუსამძიმნეს და ქართველი ხალხის თანადგომა აღუთქვეს. უახლოეს მომავალში საქართველოს საპატრიარქო იაპონიაში ოფიციალური თანაგრძნობის წერილის გაგზავნას გეგმავს. იაპონიის საელჩოსთან ჩვენი კორესპონდენტი დავით კაკულია იმყოფება, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. დათო, რა განცხადებები კეთდება საელჩოსთან და კიდევ ვინ მოვიდა მწუხარების გამოსახატად? Პატა დაახლოებით 9 საათის წინ კრწანის ქუჩაზე მდებარე იაპონიის საელჩოში უკვე გამოჩნდნენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები, მათ მოიტანეს გვირგვინები, ესაუბრდნენ იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებს, თავიანთი თანადგომა გამოხატეს და აუთხრეს, რომ ქართველი ხალხი წუხს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სამძიმრების მიღება, რომელსაც საელჩოში ქართველი ხალხი აგზავნის. იაპონიის ტრაგედიას გვისამძიმრებს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნის წამყვანი პირები, ისე ჩვეულებრივი მოსახლეობა. ეს იაპონიის მთავრობისთვის და ხალხისთვის თანადგომის მესიჯია, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ეს არის სრულიად სამყაროს ტკივილი და ამიტომაც ჩვენი კოლეგების სახელით მინდა მიუსამძიმო სრულიად იაპონელ ხალხს და უკულების ოჯახებს, მეგობრებს და სწორედ ამიტომ არის რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრი დღეს მიმართული არის იაპონიაში მოხდა რეგულირებას და თითოეულმა ადამიანმა თავის შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გამოხატოს თავის დამოკიდებულება ამ დიდ ტრაგედიაზე, რაც დატრიალდა ბოლო პერიოდის განმავლობაში იაპონიაში. ჩვენთვის ცნობილია იმ ადამიანებმა და პოლიტიკოსებმა, ვინც ვერ მოახერხეს საელჩოში მოსვლა სამძიმრის გამოსახატავად, მათ გამოაგზავნეს წერილები და ისინი სწორედ წერილები თუ თანაგრძნობენ იაპონელ ხალხს იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ ქვეყანაში განვითარდა. რამდენად ჩვენთვის ცნობილია, დღეს თითქმის აღამომდე აპირებს მოსახლეობა მოსვლას და სხვა ცნობილი ადამიანებიც, რათა მიუსამძიმრონ იაპონელ ხალხს ის ტრაგედია, რომელიც მათ ქვეყანაში განვითარდა.